ქართულ ოცნებას აქ დაცდილი ერთი რაღაცა. ქართულმა ოცნებამ იცის, რომ რაღაცა მავნებლობას რო აკეთებს და მაგის მეტი რა უკეთებიათ, ამას მოყვება რეაქცია, მაგრამ რაღაცა უნდა მიუშვას ეს ცოტა რამდენიმე დღე. მე სხვა რაღაცა მოხდებოდა ის გადაფარავდა და დაავიწყდება ყველა. დაიღრებიან. ქართული ოცნებისთვის არ არის პრობლემა 50000 კაცი წოდება. ირონიული მიდგომაა ეგ. მე გეტყვი, ქართული ოცნება მაგას უყურებს როგორ. რამდენიმე თვე იწოდა რუსთაველი და დაელოდნენ რა, არაფერი. აი, კანონი რომ მიიღეს გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ძალიან კარგი კანონია, მაგრამ სრულყოფილი არ არის, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ცუდად ჩაამატეს მაგ კანონში. ოღონდ თქვა რომ ჩვენო რევოლუციებს და გადატრიალებებს კი არ გვგზავნავთ, უბრალოდ გაგვაფრთხილეთო და ჩვენ გვინდა რომ დასჯადი იყოს ეს ძალიან მძიმედ, ანუ უბრალოდ ვიღაცა კოლექტიურმა ლომჯარიებმა და გიგაურებმა ის კი არ ავსონ რომ აქედან ამდენი მივიღეთ. ეგ აკრძალული უნდა იყოს, კაცო. არა, ნუ ეგ ჯერჯერობით ფორმალობაა, მაგრამ ეგ ფორმალობაც კარგია, სულ არაფერი ჯობია. ბიზნესმა თქვა ესეთი რაღაცა. ეგ ორ ეტაპად შემოაგდეს, მაგრამ პირველი იყო აი ტაქტიკური სვლა იყო და კოქტეილების სროლა და პოლიციერებს რო ცეცხლში რო წვავდნენ რაღაცა და მაშინ უკან დაიხიეს და რაღაცა პერიოდის მერე არჩევნებამდე მეგონი 6 თვე იყო არჩევნები ხელახლა შემოაგდეს და მერე ბიზნესმა თქვა აი უკვე წინა საარჩევნო კვირები იყო რომ ჩვენო აი ეს დრო იმიტომ გამოვთვალეთო ვიცოდითო რაც მოყვებოდა კი პირდაპირ აღიარეს არჩევნებისთვის უკვე დაღრერები იყვნენ და არაფერი ძალა აღარ ეკნებოდა ობახიძემ აღიარა ობახიძე პირდაპირ ყველაფერი კარგი ცუდი არა ყველაფერი კარგი როგორც ეგ ახდა ანუ ეს ფსიქოლოგია მაგათმა შეისწავლეს ხალხმა მაგითო ვთქვი რომ ეგ მუღამი ეგ დაამუღამა ბიძინა ივანიშვილმა იცის რომ ჩვენ ვართ საზოგადოება რომელსაც გვაქვს ხისიერი რეაქცია მაგრამ ჩვენი რეაქციიდან ეგრევე მეორე დღესვე თუ არ შედეგი თუ არ არის მაქსიმუმ ერთი კვირა და მერე გვიჩნდება ის განცდა აი გამოვედი დავდექი ამ აქციაზე მერე რა იქნება მერე რა და ის რომ არ უნდა წახვიდე მეორე დღესაც უნდა გამოხვიდე და თავარი კიდე ნახე ქართული ოცნებისთვის არ არის პრობლემა სულ რომ მილიონი კაცი გამოვიდეს თუ პოლიტიკურად უმისამართო პროტესტია ანუ საერთოდ ყველა ხელისუფლებისთვის ესეა რამდენი ადამიანიც არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში ხო რასაც არ უნდა აპროტესტებდეს თუ კონტექსტი არის რომ პარტიების და პოლიტიკოსების გარეშე ხო ძალიან მაგარი ეგ არის სისულელი სუსის ყველაზე პოპულარული ეგ არ შეიცავს ხელისუფლებისთვის თავარ მუქარას პოლიტიკური ფასის გადახდევინების მუქარას არ შეიცავს შენი გზავნილით ის თუ არ არის რომ აი შენ ამიტომ არ მომწონხარ ამიტომ ჯერ ერთი ვერც გააჩენებს შენ კი არა აი ამას ვაძლევ ხმას ну კი ეხა თუ ბევრი გამოდის მაინც საფრთხეა იმიტომ რომ პოტენციურად აღიქვამს რომ ეს ხალხი შეიძლება დღეს არა აქვს პოლიტიკური მისამართი მაგრამ ხვალზე ვიღაცისკენ გადაიხრება მაგრამ ეგ უკვე მაგრამ ეგ ხვალინდელი საფრთხეა ეგ არის როგორ თემა იცი სავარაუდო და თუ უკვე შეიცავს პოლიტიკურ შინაარს და ეგ ნიშნავს რომ შენ გადაგირჩევ შენ ხმას ვერ ეღირსები და აი ის მიიღებს ვიღაცა თუ მაგას არ ვაკეთებ და მით უმეტეს მე მაგის ასრულების თავი თუ არ აქვს და არჩევნების დღეს თუ არ მივდივარ და პრინციპულ არჩევანს თუ არ ვაკეთებ რამდენიც გინდა გიდექი ქუჩაში და იყვირე და აი ბოდიში ეხავე დავასრულებ აი ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოცნებამ რა ციფრებიც გაიფორმა ეგ იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან პრაქტიკულად სუიციდი ხალხო კი აბსოლუტურად ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩვენ თავი დავიღუპეთ 80% რო გაიფორმა ოცნებამ, იმიტომ რომ არავის არ აქვს ეხა ილუზია და ჩვენ არც 24 წლის არჩევნების წინ ვამბობდით, არც ახლა რომ ავდგილობრივს რომ ამ არჩევნებით დამთავრდება ოცნება. არა, ეგრე არ ხდება. ჩვენებების არც ეგრე სწრაფად არ ხდება. სწრაფად მომხდარა, სადაც გარედან იყო პროექტი იყო, ჩვეულებრივ ახლა ვარდების რევოლუცია თუ ინმეს რევოლუცია გონია კი ბატონო, მაგრამ მე ახლა სკოლის მოსწავლე კი ვიყავი, ვამთავრებდი იმ წელს, მაგრამ ყველაფერი მახსოვს და იყო ჩვეულებრივ სპექტაკლი. არანაირი რევოლუცია არ საქართველოს ჩვენებები რევოლუციით არ მომხდარა და არც მოხდება. გამორიცხულია თუ რაღაცა ძალიან მარტივად, სუბუქად თუ მიდის და მოკლე დროში თუ რაღაცა შედეგი აქვს, ყველაფერი არის საეჭვო უკვე. და სინამდვილეში რეალური ბრძოლა მიმდინარეობს ნელა, დროში გაწერილი პროცესია მოითხოვს დიდ ენერგიას, ნერვებს და мотиваციას და ყველაფერს. ამიტომ ეხლა მთავარი რა არის? ოცნება მოიგებდა ამ არჩევნებს, ნუ ეგ დიდი ალბათობა იყო, მაგრამ გააჩნია მოგების ხარისხს. ოცნებას რომ ეგ არჩევნები მოეგო არა 80%-ით, არამედ რომ მოეგო აი ზღვარზე 51 აი 60-მდე რა. წერივს რა ხო ხტები. ოცნება ეხა რასაც აკეთებს, ამებს ეგრე თამამად ვერ იზამ. აი მაგალითად აზრის პოლიციაში. ამასთანავე ადამიანი მეუბნებოდა ერთი ადამიანი რომ
აი ხანდახან რომ ვფიქრობ რეებს შეგვაგუა უკვე ოცნებამ და რეებს მაინც იქამდე მივდივართ ეხლა რომ ხალხის დაღრის სტრატეგია როგორ მოქმედებენ ესენი ნელ-ნელა და აი ესე ღლიან და მე ბოლოს აღარაფრის თავი აღარ აქვს ფრუსტრირებულ საზოგადოებას. ზუსტად ადამიანი მეუბნებოდა რომ აი რომ დავფიქრდები ხოლმე რომ რეებს მიგვაჩვია ოცნება. ხანდახან აი ვაფრენ. აი გიждები სოციალურ ქსელში ადამიანი გამწარებული ვიღაც ადამიანი და ამ ხელისუფლებით კმაყოფილებით რატო უნდა იყო მე ვერ წარმომიდგენია კომენტარს რო წერს ამაზე კიდე დაგაჯარიმება შეურაცხყოფაზე და გინების და ამის წინააღმდეგი მე თვითონ ვარ მაგრამ რა პარლამენტში თავპირი დაარეწეს ერთმანეთს კაცი იმაში ლამის რეანიმაციაში დააწვინეს ოლიმპიური ჩემპიონი ურთხამდა კაცი რა ვიცი მე აი იმ ერთი ხელის ხელად ავიქონდა იმას უმრავლესობა ურთხამდა და არავისთვის პასუხი არ მოუთხოვია. ადამიანი მოქალაქე რომელიც რაღაცა კრიტიკულ თუნდაც უცენზურო კომენტარს დაწერს პირდაპირ 2000 ლარიან ჯარიმას უწერენ ამ გაჭირვებულ კი არა ღატა ქვეყანა სადაც პენსია არის 400 ლარი. ანუ ეხა პენსიონერმა რო დაწეროს რაღაცა კომენტარი ამ ხელისუფლების მისამართით და წესით ყველა ის რის გამოც აჯარიმებენ აი ეკუთვნის კი არა კვადრატში და კუბში ეკუთვნის უსამართლოდ არავინ არ წერს მიუხედავად იმისა რომ არა ვარ შეურაცხყოფის მომხრე მესმის გამწარებული ხალხისაც პენსიონერმა რო დაწეროს 5 თვის პენსიის ჯარიმას უწერენ ანუ 400 ლარი რამდენჯერ აღიმა 2000 ლარი ხო 5 ჯერ 400 ლარი ანუ 5 თვის პენსია წავიდა ამათ რო კომენტარი დაუწერა ხო წარმოგიდგენთ ამაზე დიდი უნამუსობა რა გინდა მაგრამ მეგობრებო ნახეთ თავარი პრობლემა ვართ ისევ ჩვენ საზოგადოება რატო იმიტომ რომ ეს არის უკვე აი ადამიანი რო გაუზრდელდება ხო წარმოგიდგენია აი რაღაცა რო დაიჯერებს რო აღარავინსგან პასუხს აი ყველას მიმართ რო უტიფრულად იქცევა რაღაცა ისეთ სიტყვებს იყენებს რაღაცა უხეში ხუმრობა გაიცნობს და 1 საათში ადამიანს ისე ელაპარაკება ბავშვობის ძმაკაცია მისი ხო ეგეთ ადამიანს თუ ჩვენიერ დღეს ცხვირში არ მოხვდა და მე პირობითად ვამბობ, ვიღაცამ თავის ადგილი თუ არ მიუჩინა და ჩვენიერ დღეს თუ არ წააწყა და იმას რომ ეგრე არ შეიძლება. ეგეთი ადამიანი ზღვარი კი არა, ზედიზამს თავზე. მაგი კი არ დაკმაყოფილდება მაგით. ეგ გახდება ქართული ოცნება დღეს გავს ეგეთ ადამიანს. ეგ არის აი უზრდელი, უნამუსო, უსინდისო, აი პიროვნებაზე რომ დავიყვანოთ ყველაფრის კადრებელი და არაფერი მორალური რო არ გააჩნია, არაფერი წმინდა, ყველაფერს ფულით და მუცლით და სტომაკით და ამ დროს მეორე მხარეს არის საზოგადოება, რომელსაც უკვე ეს აღიქმობს აი ბოდიში და ჩმორად. აი ეგრე გონია თვითონ რომ ესენი არიან, ჩვენ ეგრე გვიყურებს ხალხს, რომ ესენი არიან ჩმორები, კი ეხა ხვდებიან რომ ზედმეტებში გადავდივარ, ხვდებიან რომ რასაც მე ვაკეთებ, ეგ შეურაცხყოფა კი არ არის უკვე, არამედ არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ არაფრის თავი არა, კაცო 4 წელიწადში ერთხელ არის არჩევნები და ამ ხალხს არჩევნების დღეს ვიხიდი, შევაშინებ, დავემუქრები, რაღაცა სოციალური აქვს ვიღაცას რაღაცა და მომცე 80% ავიღებ.